გამარჯობათ მეგობრებო, მოგვენატრეთ დიდი ხანია არ გვინახე ხართ, ჩვენი გადაცემა პარასკევობით არის 7-ის ნახევარზე, ყველას გეპატიჟებით ჩვენ გადაცემაში და ამავე დროს გთხოვთ რომ გააზიაროთ ხოლმე, გადააზიაროთ ჩვენი გადაცემები, ვინც ინტერნეტით ნახულობს, თქვენ Facebook გვერდზე დადოთ და რაღაცნაირად უფრო მეტი ფართო დაფარვა გქონდეს. ჩვენ ვართ მამულიშვილები, ნამდვილად ქართული არასამთავრობო, რომელიც გულისტკივილით ლაპარაკობს თავის სამშობლოზე, ჩვენი ქვეყნის ყველა დარგზე, ჩვენ გვინდა რომ რაღაცა პერიოდის შემდეგ სწორედ სოფლის მეურნეობას შევეხოთ, განათლების სისტემას შევეხოთ და რა პრინციპებზე უნდა იყოს რეფორმირებული ეს დარგები. საზოგადოების ჩართულობა საჭირო, მაგრამ ჩართულობასთან ერთად მთავრობის გამორთულობა არ უნდა იყოს, მთავრობაც საზოგადოებასთან უნდა იყოს ჩართული და ასე ვთქვათ, ეს ურთიერთობა უნდა იყოს არა სამმხრივი, არამედ ორმხრივი. საზოგადოება მოწადინებულია, მაგრამ რატომღაც მთავრობა მაინც ცდილობს, რომ რაღაცა ვიწრო ჯგუფები შეხვდეს, უფრო ალბათ თავის ტაშის მკვლელებს და ფართო საზოგადოებრივ ჯგუფებს, ქართულ პარტიებს, ქართულ არასამთავრობოებს, დარგობრივ გაერთიანებებს არ ხდება ისეთი ინტენსივობით და ისეთი, ესე იგი ხარისხით, როგორიც ჩვენ გვინდა და როგორცაც ჩვენ მოველოდებით. პრაქტიკულად აი ეკონომიკური შეხვედრები მთავრობამ ჩაატარა, მაგრამ ისევ მსხვილ ბიზნესს შეხვდა, მსხვილ ბიზნესს არავითარი პრობლემა არ აქვს, ან თუ აქვს, ესე იგი რაღაცა სხვანაირი მაგდის ქვეშა გარიგებები წყვეტენ ამ პრობლემებს და რეალურად პრობლემად რჩება, ქართული წარმოება მაინც არის სტაგნაციაში, ქართული მცირე ბიზნესი არის სტაგნაციაში და აი ამ შეხვედრების ძალიან დიდი დეფიციტი არის. ჩვენ გვეგონდა ხო გეუბნებით ახლა მეტი რა უნდა გავაკეთოთ, ამხელა დაფარვა სატელიტით გაიცემა, მე ვიცი ჩვენი გადაცემა, ბევრი გვიყურებს, მაგრამ არავითარი სურვილი არ გამოთქმულა, თუნდაც აი თქვათ პარლამენტის ეკონომიკური კომისიის პიროვნებები რო შევხვდნენ, პარლამენტარები რო შევხვდნენ, დარგობრივი კომისიის წევრები შევხვდებოდნენ. ეს შეხვედრები არ მოხდა, გვეგონა რომ ეკონომიკის სამინისტროდან დაგვირეკავდნენ და ძალიან საინტერესო ეკონომიკური ინიციატივები გავაჟღერეთ, რეფორმისტული წინადადებები, არც ეკონომიკური სამინისტროდან მემ დაგვირეკა. აბსოლუტურად ჩვენი საუბარი არის ხმა ვაღადებლისა უდაბნოსა შინა. ანუ ვაღადებთ, ვქადაგებთ, ესე იგი ვცდილობთ რომ ვიღაცას რაღაცა გავაგებინოთ, მაგრამ ეს ყველაფერი ესე იგი ესე თქვა ეთერში კარგება და მაგრამ ჩვენ მაინც ვფიქრობთ და იმედი გვაქვს რომ ამ ჩვენ წანაწერებს ჩვენ თუ არა ჩვენი შვილები და შვილთაშვილები მაინც ნახავენ და იტყვიან რომ აი იყო რაღაცა ჯგუფი რომელიც რაღაცა ესე იგი სურვილებს აშღერებდა ქვეყნის სასიკეთოდ, მაგრამ სამწუხაროდ ყოველგვარი გამოხმაურების გარეშე დარჩა. ასე ვთქვათ, არც ერთ ჩინოვნიკს არ დავადებია ის აზრი, არც ერთ დეპუტატს უბრალოდ, კაი ჩინოვნიკი თქვათ შეიძლება შეზღუდულია, რაღაც ჩარჩოებს ზის, ზოგს კამის დაკარგვის ეშინია, ზოგს კამიდან ჩამოგდების ეშინია, ზოგს კამის ესე იგი აი ამ დიდ საჯდომებით ოზიან ამ სკამებზე გამოცურების ეშინია ამ სკამის, ასე ვთქვათ, ვიღაცა არ გამოუცუროს და არ შემოდის კონტაქტში. ეს არ არის ჩვენთვის გაუგებარი, მაგრამ დეპუტატი, რომელიც ხალხის შეუულია და რომელიც ჩვენსთან ხალხს უნდა ეძებდეს და ჩვენსთან ხალხს უნდა ხვდებოდეს, ხა პარლამენტის ეკონომიკურ კომისიაში რო ზიხარ, როგორ არ უნდა დაინტერესდე და ასე ჯგუფს, როგორი ჩვენი არის მამულიშვილები, მით უმეტეს ბიზნესში ვართ, სამივე 25 წელიწადია განსაკუთრებით მცირე ბიზნესში, განსაკუთრებით ქართულ წარმოებაში და უამრავი ესე იგი ინოვაციური შემოთავაზებები გვაქვს თავრობის მიმართ, საკანონმდებლო ინიციატივები, როგორ შეიძლება რომ ესე იგი დეპუტატი, რომელიც ესე იგი რომელსაც ეს უპირველესად ეხება და მიემართება, ასე ვთქვათ, მისამართება მის მიმართ, არ იყოს დაინტერესებული აი ამ კონტაქტებით. და მე დარწმუნებული ვარ, ეხლა ჩვენზე თუ არ გამოდის არავინ და არავის არ აინტერესებს ჩვენი რეკომენდაციები, სხვა საზოგადოებრივ ჯგუფებს ალბათ არც სხვა საზოგადოებრივ ჯგუფებს ხვდებიან და არაფერს არ განვიხილავენ. კარგით, ესე იგი ჩვენ მაინც განვაგრძობთ ჩვენი ინიციატივების წარმოჩენას. მე ვფიქრობ, რომ შემდეგი პარასკევიდან სოფლის მეურნეობაზე ვილაპარაკებ და შემდეგი კიდევ კვირის პარასკევიდან გვინდა რომ აი განათლების სისტემის რეფორმებთან დაკავშირებით რაღაცა ინიციატივები და ჩვენეული ხედვები გავაჟღეროთ.
ეხლა რაც შეეხება ეკონომიკას, მეგობრებო, სადაც ჩართავ ტელევიზორს, სადაც გადახარ რაღაც არხზე, რომელიღაცა ეთერში ყველანი ისე იგი ლაპარაკობენ საგარეო პოლიტიკაზე, ბჭობენ თქვათ იქ ამერიკა მოერევა თუ ირანი, რუსეთი მოერევა თუ უკრაინა, რომელი ჯობია, ესე რაღაცა ჩინეთის როლი, იქ ეს და ეს ზოგადი ლაპარაკები და ფრაზები ძალიან ადვილია, საგარეო საერთოდ პოლიტიკაზე ლაყბობა ადვილია ხალხო, ადვილია. მაგრამ საშინაო საქმეებს მივხედოთ, აი ჩვენ ეკონომიკის როგორ უწამროთ ამ ჩვენ ეკონომიკას, ეს კანონშემოქმედებითი მუშაობა როგორ გავაჩახოთ, რომ ქართული მეწარმეობა აღვადგინოთ, რაზეც არის დაფუძნებული საერთოდ ქვეყანა, არა ჩარჩ ვაჭრობა. ჩვენ ხო ხედავთ, რომ ამ ვაჭრობამ ვერ გაამდიდრა ჩვენი მოსახლეობა და პირიქით ქვეყანა დაცალა მოსახლეობისაგან, იმიტომ რომ ვაჭრობა ეს მართლა ერთ ვაჭარს უხდება და რომელიმე სარფიანი ვაჭარი, რომელიღაცა გზაჯვარედინზე რომ რაღაცა ფართობს აიღებს, იქ მოიწყობს თავის ცხოვრებას მშვენივრად და ამ იმპორტულ კაცმარიცის რას აქონდეს ყიდის და გვაყიდის ჩვენ, მაგრამ ძირითადი ხალხი გაღარიბებულია. აი ერთადერთი გამოსავალი არის წარმოების აღორძინება და იმპორტის ჩანაცვლება. რომ ჩავანაცვლოთ რაღაცნაირად ეს იმპორტი 95% ვზივართ იმპორტზე, თქვენ რომ შეხვალთ სუპერმარკეტებში ყველაფერი არის უცხოური, დარეხარისხის, მე სულ ვამბობ რომ რატო უნდა შემოდიოდეს თქვა აზერბაიჯანიდან კაკლის მურაბა. რატო უნდა შემოდიოდეს თქვა უკრაინიდან რაღაცის მწნილები, რაღაცა ღვინო, ბელორუსიდან რაღაცა ღვინო და კონიაკი. რატო უნდა შემოდიოდეს ეს სოფლის მეურნეობის პროდუქტები? პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, საბერძნეთიდან იმდა რომ შემოდის თურქეთიდან და გადავსებულია ყველაფერი, ეს ხომ გასაგებია. მე ეს არაფერი არ კონტროლდება, უამრავი დაბინძურება იქ მიკრობიოლოგიური მძიმე მეტალებით, ვინ ამოწმებს ამას, რას გვაჭმევენ, რა ხდება, ესე იგი, ხომ გეუბნებით, ძალიან ცუდი მდგომარეობა ამ ხრივ და იმიტომ რომ არ გვაქვს ჩვენი სოფლის მეურნეობა, არ გვაქვს ჩვენი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამუშავებელი მწარმოებები და საერთოდ წარმოებების დეფიციტი გვაქვს და ეს არ მოხდება, ეს არ გაკეთდება, მეგობრებო. ჩვენ ქვეყანას არ ეშველება, აი ეს დეპუტატების გასაგონად ვამბობ, მე ხალხმა გეიცის ეს ყველაფერი, მაგრამ აი იქ რო ზიან და თქვა იქ Facebook-ზე თამაშობენ და არ აინტერესებთ რეალურად ამ კანონებზე მუშაობა. ეს არ მოხდება თუ წარმოება არ გამithარდა. წარმოება არ გამithარდება თუ ეს სამი ვეშაპი, მე სულ ვამბობ, რომ საშემოსავლო და მოგება, აი ეს არ დაბალანსდა. რამდენჯერ თქვით ამის შესახებ, აი ამ სამ ვეშაპზე, ამ სამ ტარიფზე დგას მთელი ეკონომიკა და მთელი საგადასახადო კოდექსი და უნდა რაღაცნაირად გადავხედოთ ამას და ცხოვრება წინ მიდის, ჩვენ ჩამორჩენილები ვართ ამ კუთხით. აი ისევ მე ვამბობ ხო გეუბნებით ადრე, ესე იგი ეს ხუნტა რომ მოიყვანეს და მოვიდა ეს შევარნაძე, ხო მოელვინა ამ საქართველოს ეგრევე ლეწა ჩვენ ეკონომიკას 20% და ამან საერთოდ მუხლებზე დასცა საერთოდ შანსი არ მიცა ჩვენ წარმოებას რომ აღორძინებულიყო. მერე შეიცვალა ეს ფორმაციები და 18%-მდე შეგვიმცირეს. ესე იგი პროდუქცია გამოსული არ არის რომ ზევიდან ხდება 18% და მერე უკვე რატო არის ძვირი და რატო არ იყიდება ქართული და რატო იყიდება უცხოური. აი ხა გეტყვით მე თქვენ, აი ეს რა ცუდ საქმეს აკეთებს. აი ეს 18% რომელიც დღემდე ჩვენ წარმოებას ესე იგი დამოკლეს მახვილი თავზევით, ესე იგი შევადაროთ თქვათ აზიის ქვეყნებს, აი განვითარებული ქვეყნები. ავსტრალიაში 10%-ია დგ. მალაიზიაში 10%-ია დგ. სამხრეთ კორეაში 10%-ია. ტაილანდში, აი როგორი მწარმოებელი ერია ხო, სამხრეთ კორეა და ტაილანდი. ტაილანდში არის 7% დგ. სინგაპური მსოფლიო განვითარებული ქვეყნების ექსპორტზე ორიენტირებული ესე ქვეყნების ათეულში შედის და 7%-ია დგ. ტაილანდი ხო თქვით 7%, ტაივანში 5%-ია. აი ტაივანს და იაპონიას დგ აქვს 5%. აი რატო ვამბობ მე ამას? რატო ჩავდივარ ასე დეტალებში? სწორედ ამაშია ზაღლის თავი. ესე იგი დამარხული. ზოგი ამბობს რომ თქვა ნუ ამბობ რიცხვებს, ნუ ჩადიხარ ასე და დეტალებში, მაგრამ დეტალებში თუ არ ჩავედით, ეს ზოგადი ლაყბობა და ლაპარაკი ეკონომიკაზე და თუნდაც საგადასახადო ტარიფებზე, ეს ყველგან არის.
ყველა ლაპარაკობს ამას. აი ჩვენ კონკრეტულად ვამბობთ, მაგალითები მოვყავს. 10%, ავსტრალია, მალაიზია, სამხრეთ კორეა, აი 10%. ტაილანდში 7%, სინგაპურში 7%, ტაივანში 5%, იაპონია, აი ეს უძლიერესი მწარმოებელი ერი არის 5%. იქნება 18%. დამთავრდა იაპონია, თქვენ ის Sony-ს და Panasonic-ს და იმას ვეღარ იხილავთ, იმიტომ რომ ეს ძალიან გააძვირებს პროდუქციის ღირებულებას და უბრალოდ ჩაწვევა პროდუქტი. ამიტომაც არის სწორედ 5%. და თუ ეს 15-20 წელიწადია ეს ნიხრები აქვთ ამ ქვეყნებს, ჩვენ რა მოგვივიდა, რამ შეგვიგ, რატო არ არის ამაზე ლაპარაკი? მანდა მაინც სახაზავით ვიღაცა ამერიკელი უნდა ჩამოვიდეს და ჩვენ დეპუტატებს თავში უნდა ჩაარტყას და ჩამოაწევინოს ეს პროცენტი. არ მოხდება, ხო? ეს არ მოხდება, იმიტომ რომ ამათ ეს არ აინტერესებს. საქართველოს წარმოების აღორძინება არც ევროპას აინტერესებს, არც ესე იგი ამერიკას აინტერესებს. ამა ეს მივხვდეთ ჩვენ. ამ ემისრებს უნდა სწორედ თავიანთი მდარე, უხარისხო, სწორედ ის ტოქსიური, ესე იგი ელემენტებით და ტოქსინებით დაბინძურებული პროდუქცია აქ საღდებოდეს და საღდება კიდევაც, ხო? აი ჩვენ ხო კარგად ვიცით იმაში რომ შეაქვთ ახლა გუდვილში და აგროხაბში ნორვეგიული ორაგული, აი ეს ნორვეგიული ოკეანის ორაგული, აი შედით აკრიფეთ ინტერნეტში ყველაზე დაბინძურებული თევზია მძიმე მეტალებით. მერკური შეიცავს, რა არის ეს მერკური? მერკური არის ვერცხლის წყალი. ვერცხლის წყლით ყველაზე დაბინძურებული და ყველაზე ესე იგი მდიდრები რატო ხალხს ამას ეტანებიან აი ამ ნორვეგიულ ორაგულს, ოკეანის ორაგულს, რომელიც მოყავთ იქ სპეციალურ ფერმებში. და 1000-ჯერ უფრო დაბინძურებული ეგ წყალი ამ ანტიბიოტიკებით, აი ამ მძიმე მეტალებით და აი ამას მერე ჩვენთან ძალიან ძვირად გვაჭვევენ გუდვილში და იმაში რა ქვია, აგროხაბში. აი ეს არის სწორედ, რომ აი აბსოლუტურად აი დროს და სივრცეს აცდენილები ვარ და ჩვენი ეკონომიკა უნდა აღორძინოთ და ჩვენი სოფლის მეურნეობა და ჩვენი წარმოება. აი გადავხედოთ ახლა სხვა ქვეყნებს დუგში რა სიტუაცია აზიის ჩვეულებრივი ქვეყნები, რომლებიც ესე იგი არ არიან თქვათ ისეთი განვითარებულები, როგორც თქვათ იაპონია და ტაივანი, ხო? კამბოჯაში დუღარი 10%. აი გეუნდებით ვიეტნამში, ვიეტნამია თითქმის 20 წელი გავიდა უკვე 10%-ია და უკვირთ მე აი ვიეტნამი ვითარდება, წარმოება ვითარდება, აზრი აქვს კაპიტალ დაბანდებას, იმიტომ აზრი აქვს რომ პროდუქცია რო შეიქმნება 10%-ს გადაიხდის და არა 18%-ს საქართველოსავით. ინდონეზიაში არის 10%, მალაიზიაში არის 10%, ფილიპინებში 12%-ია. ინდოეთი რო ინდოეთია 12.5%-ია ხომ აი მაინც იქ სად 18 და სად 12.5. ყაზახისტანი რომ ყაზახისტანია 12%-ია უკვე 20 წელია და გვიკვირს მე რომ რატო ხდება, რატომ შეიტანა Toyota-მ თქვა და Nissan-მა თავის წარმოებები და რატო აკეთებს და ჩვენთან რატო არ აკეთებს არაფერს. არ აკეთებს, იმიტომ რომ ისეთი გადასახადებია რომ გამორიცხულია აქ რამე გააკეთო. აი ეს რაც შეეხება დუგში. ეხლა გიგანაცვალე, აი ხო გიყვართ აფრიკა, აფრიკის ქვეყნები ხო ძალიან გიყვართ. აი დავიწყოთ ესე იგი ანგოლაში დუგ არის 10%. განა 12.5%. აი განიდან ჩამოდის, სწორედ ეს გაჩერებაზე რო ზანგებით განა, ხო, ეს შავკანიანები, აფროამერიკელები. ეხლა ასე უყვართ, ასე თქვიო, არა ზანგს მოტყვიო. თუმცა ზანგი ეს რუსთაველის ის არის წოდება და რა ვიცი, როდის გახდა შოთა რუსთაველის ენა, ვეფხისტყაოსნის ენა ამათვის სასირცხო, მე არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ყველაფერი მოიძულოს ეროვნული, თორე ზანგი ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ რაღაცნაირად ათვალწინებული გყავს და დისკრიმინაციული კუთხით გზა. შენ უბრალოდ ლაპარაკობ რუსთაველის ენაზე. მაგრამ კი განაცვალე, აფროამერიკელი, აი აფროამერიკელები, სავსე ხო არის საქართველოს განიდან, ხო? აფროამერიკელების 80% სწორედ განიდან არის ჩამოსული. აი განაში დუგ არის 12.5%. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ 14% გააკეთა მიხვდა რომ 18 კი არ უნდა იყოს საქართველოსავით 14%. აი მეტი რა გითხრათ? ირანი, ხო არ გიყვართ ირანი. რატო გახდა ირანი მწარმოებელი ერი და ამდენ რაღაცებს რო აწარმოებს, ხო ხედავთ არა როგორ დგას ფეხზე? 1.5%-ია დუგ. 1.5%-ია დუგ.
არ მოგესმათ 1.5 15% კი არა 1.5%-ია ისრაელში ისრაელი წარმოებელი ერია 18 კი არ არის 16%-ია აი მეტი რა გითხრათ ეხლა რაღაცნაირად ესე იგი ეს აუცილებელი აი ჩაკუჩივით განსაკუთრებულად გადაუზიარეთ ეს გადაცემა აი ჩვენ პარლამენტარებს ხო ყავთ ოჯახის წევრები ზოგიერთ ჩაუგდეთ ესა და რაღაცა როზიანი პარლამენტში და არ ვიცი მე ბუზებს რო ითვლიან ჭერზეა რა აჩვენეთ ეს განაკვეთები რომ დრო არის რომ დააწიეთ დაბლა დგ შეუძლებელია მუშაობა ქართული წარმოება ვერ მუშაობს წარმოებაზე აქ ლაპარაკი თორე ვაჭრობა მშვენივრად მუშაობს შვეიცარიაში აი ევროპის ქვეყნები ავიღოთ 8% არის შვეიცარია არის წარმოებელი ქვეყანა აი საათები შვეიცარიული საათები კერძო თითრინავები არ ვიცი უამრავი რაღაცა იქ ელექტროტექნიკა სწორედ აი ამ 8%-ით მუშაობს არის შვეიცარიაში 8% ბოსნია 10%-ია კარგით, გადავიდეთ ახლა ამერიკის ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ტერიტორიებზე, ხო? ამერიკაში 0%-ია. ამერიკაში წარმოებლებში ბოლო 20 წელიწადია 0%-ია. რატომ არის, რომ სწორედ რომ აწარმოოს, რომ შექმნას პროდუქტია, რომ კონკურენტ უნარიანი იყოს მისი პროდუქტია. ამაზეა ლაპარაკი. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მაბატიეთ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 14%-ია ეს თქვით, ხო? სამხრეთ აფრიკის კონტინენტზე პარაგვაიში 10%-ია გვატემალაში 12%-ია ჰონდურასში 12%-ია ეკვადორში 12%-ია აი ესა პატარა მიმოხილვა ეხლა მე იცით რაში ვარ გაკვირებული რომ ეკონომიკის სამინისტრო უამრავ ხალხს აგზავნის მივლინებებში და კოლოსალური თანხები იხარჯება მილვი. აი ამ განაკვეთებს დალოცულებო არ სწავლოთ რომ ჩადიხართ ქვეყანაში მიმოიხედეთ რამდენი არის საშემოსავლო იმ ქვეყანაში რამდენია რომ ჩადიხართ რომ მოგწონთ შოურუმებზე დადიხართ გამოფენებზე და აღტაცებული ხართ იმ ტექნოლოგიური ინოვაციური რა მიღწევებით ხო და რამ გააკეთა ეს ცარიელმა ლაყბობამ არა ლაყბობამ კი არა აი იმ განაკვეთებმა აი იმ ინვესტიციებმა თქვენ რომ ინვესტორებს ეპატიჟებით თუ ესე იგი განაკვეთები არ იქნა არ შემოვა ინვესტიციები და მერე გვიკვირს რომ რატო ყიდულობენ ჩვენ მდინარეებს ზღვებს ასე ვთქვათ მთებს და მიწას და რატო არდებენ წარმოებაში თანხებს იმიტომ არდებენ რომ არ უნდა იმ კაცს 18% დაიყובოს მე საშემოსავლოზე აღარ ვლაპარაკობ. შემდეგ გადაცემაზე საშემოსავლოზე ვილაპარაკებ. აი ამაშია საქმე. კონკრეტული კანონები განაპირობებენ ჩვენი საზოგადოების ეკონომიკურ განვითარებას. და დროა ახლა დავამთავროთ ზოგადი ლაპარაკები ეკონომიკაზე, რომ გამოვა ვიღაცა და იტყვის, რომ ქვეყნის ეკონომიკის 70% იქნება მცირე წარმოებებით. გეთანხმებით ბატონო. მაგრამ ეს არ არის საკმარის, ეს მცირე წარმოებები რომ განავითარო, განაკვეთები უნდა იყოს. საგადასახადო განაკვეთები. აი ამ სამ ვეშაპზე დგას ეკონომიკური ერთეული, წარმოება, სულ ერთია ეს მომსახურების სფერო იქნება, წარმოება იქნება თუ სავაჭრო ფირმა იქნება. საშემოსავლო და მოგება. აი მეგობრებო, ესეთი პატარა ექსკურსი, უბრალოდ მე გულდაწყვეტილი ვარ იმისა გამო, რომ ესე იგი ახლა არ მგონია რომ რამე შედეგი გამოიღოს მაგრამ კი განაცვალე ჩვენ თუ არ დაგვასახელებენ თავის თავზე დაიბრალონ ეს ინიციატივები და თვითონ დაიწყონ აი ამ საგადასახადო განაკვეთების დაწევაზე ლაპარაკი ჩვენ უგვახსენებენ ოღონდაც რამე გაკეთეს ქვეყნისთვის და ჩვენ სულ არ გვაინტერესებს ეს თემა რომ მანდამაინც ჩვენგან აიღონ კონსულტაციები მაგრამ თუ ჩვენგან აიღებენ კონსულტაციებს მართლა კვალიფიციური კონსულტაციებს მივცემთ მართლა ფეხზე დავაყენებთ ამ ჩვენ მცირე წარმოებას, დიდ წარმოებას, საერთოდ ეკონომიკას. თუ რაღაცნაირად ესე იგი იქნება ამაში ხელშეწყობა. ეხლა ჩვენ მეწარმე მეგობარს ბატონ გიგა გუდადეს მინდა უთხრა ამ კუთხით ესე იგი რომ რას ფიქრობს ის რომ გვეშველება რამე ქართულ ეკონომიკაში. გამარჯობათ მეგობლებო, გილოცავთ ყველას. ალბომის სპეციალურად სასწაულს და ავიცი ბედნიერება და სიკეთე მოეტანოს ჩვენთვის. ეხლა დავიწყოთ იმ სურპრიზებზე, რასაც ჩვენი მთავრობა და ჩვენი ქვეყნის მესვეურები გვთავაზობენ.
აგერ ბატონმა გიორგი მიზაუ ვისაუბრა იმაზე, რაც ხდება დღევანდელ ჩვენ ეკონომიკაში. და მეც ერთი პატარა რაღაცების დამატება მინდა რა, რომ დღესდღეობით ყველამ ვიცით რა სიტუაცია არის, ყველგან ირგვლივ რეალებს ომი, უბედურება და რაც ყველაზე მეტად ჩვენს მოსახლეობას აშფოთებს, რომ არის ძალიან დიდი გაზვირება, რომ მათ ჯიბეს ძალიან შეეხუეს ყველაფერი. და ზუსტად გიორგი მილაპარაკა იმაზე, რომ ეს გაზვირებაც რომ არის, აი ესეთი გაზვირებული რომ არის ყველა პროდუქტი, შეიძლება ამის დარეგულირება, თუ მთავრობა იქნება იმ თავის სიმაღლეზე, რა სიმაღლეზედაც ქვეყნის მოყვარული მთავრობა უნდა იყოს. მე უბრალოდ გავარკვი ერთ პატარა პროდუქტზე, უცებ 2 წუთში ჩამოგიტვლით ყველაფერს და გაგარკვევთ, რა ხდება თურმე მაგალითად ბენზინზე, რომელიც შემოდის საქართველოში. ჩვენ ყველას გვახსოვს, მაშინ კვირიკაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი და მაშინ ბენზინის აქციზი გაიზარდა დაახლოებით, ესე იგი საერთო გადასახადები გახდა თითქმის 1 ლარი ყველაზე დაბალხარისხიან ბენზინზე. იმის მერე, რომ ბენზინმა ფასი ისე მოიმატა, მაშინ გახსოვთ ის კრიზისი რო იყო 2000 კვირიკაშვილი რომელ წელსაც იყო მაშინ. ავტობის ფასი ძალიან რო დაეცა, საქართველოში ძალიან დაეცა მაშინ ავტობის ფასი და მოუმატეს აქციზი, რომ ვითომ დაერეგულირებინათ, რომ ძალიან არ დაცემულიყო და რატომ მოუმატეს არ ვიცი. ვერ ხვდები ამისთვის რა ეკონომიური მოგება უნდა ენახათ. მაგრამ ბენზინმა მე როგორც კი მოიმატა ეს ფასი, ეს აქციზის და ეს მოგების დანამატი დარჩა. ეხლა რა ხდება? თურმე საქართველოში აი პრემიუმ ხარისხის ბენზინი შემოდის, მისი ფასი, ღირებულება გამოდის ლარი და 45. ნუ საშუალოდ აქ პლუს მინუს 3 თეთრია. ამას ემატება აქციზის გადასახადი 37 თეთრი, ამას პლუს მინუს 2 თეთრი, გააჩნია რამდენად შემოიტანენ ბენზინს იმის მიხედვით არის. და ემატება აგერ გიორგი ლაპარაკობდა DGG 18%. ეს გამოვიდა 1 ლარი. ესე იგი ბენზინი შემოვიდა ლარად და 45-ად და დაემატა 1 ლარი, უკვე გახდა 2.45. მერე ამას თავისი მომსახურება ყველაფერი დაახლოებით 67 თეთრი ემატება და ჩვენამდე მოდის 2 ლარი და 95 თეთრი. ეს არის ყველაზე დაბალხარისხიანი ბენზინი, რომელიც შემოდის ჩვენთან საქართველოში და რომელიც დღესდღეობით იყიდება. აი ამის დარეგულირება სახელმწიფო შეუძლია ზუსტად იმ ავადსახსენებელი DGG-ს დაწევით და აქციზით შემცირებით. ეს შეიძლება აი დღეს რო დავიძინებთ, ხვალ შეიძლება კანონი მიიღოს მთავრობამ და ხვალვე დაიკლოს ფასმა. მაგრამ მთავრობა ამას არ აკეთებს. აი აქედან იწყება ყველაფერი ის უბედურებაც მე, რაც უბედურებაში ცხოვრობ დღევანდელ დღეს, იმიტომ რომ მთავრობა ამაზე აზრუნებს, იმიტომ რომ მთავრობას ეს არ აინტერესებს. აი ეს მინდა და მეთქვა. ეხლა კიდე გადავხედოთ ერთ რაღაცას. დღეს ვიცით ყველამ რომ რანორი კრიზისი არის, სასურსათო კრიზისის კალზე გვაქვს მომგარი. ყველამ ვიცით რომ ეს ესე მოხდებოდა, იმიტომ რომ როცა ესეთი ფასები არის ბენზინზე, საწვავზე, როცა ესეთი ომები არის, უბედურება არის და როცა უკვე ტრანსპორტირება აღარ ხდება ჩვენთან საქართველოში და არა მარტო ჩვენთან, სხვა ქვეყნებშიც. ყველგან ძალაუნებურად ფასები იზრდება. მაგრამ ამას რომ ეს ესე იქნებოდა და ესე რომ მოხდებოდა, ჩვენი ექსპერტები ამაზე ლაპარაკობდნენ, რომ იქ ამერიკაში შეიძლება პრობლემა შექმნოდა, იქ შეიძლება ირანში ომი დაწყებულიყო, ისრაელში რომ ომი არის დაწყებული, იმას რომ და იმას რომ პალესტინას რომ ბომბავს და ანადგურებს, ეს ვიცით, ამაზე ძალიან იმოქმედა თავის დროზე ეკონომიკაზე, მაგრამ ჩვენ ვიყავით გაჩუმებულები. და იმის მაგერად ჩვენი სასურსათო პროგრამა თავიდან დაგვეწერა. და მიგვეხედა იმისთვის, რომ ჩვენ მეტნაკლებად ყოფილიყავით ძლიერები და დავხედროდით აი ამ გამოწვევებს. კარგად, ჩვენთან აბსოლუტურად იგნორია აბსოლუტურად ყველაფერზე. დღეს იძახიან აგერო სოფლის მეურნეობას უნდა მივხედოთ და რაღაც ვითომ კანონები მიიღეს, რაღაცა უნდა მიიღონ, რომ სოფლის მეურნეობის მეწარმეები მაგალითად რაღაცით დაინტერესდნენ, უნდა გამოუყონ კრედიტებით, მაგრამ ეს არის მომავლის საქმე.
იმიტომ რომ ბიუჯეტში ერთი თეთრი არ არის ისეთი ჩადებული, რომელზეც ილაპარაკეს ამათმა. სოფლის მეურნეობის განვითარებაზე არ არის ჩადებული ბიუჯეტში ის თანხები, რა თანხებიც უნდა ჩადებულიყო. ზუსტად ამიტომ ჩვენთან სოფლის მეურნეობა წელს არ განვითარდება, იმიტომ რომ წელს უკვე დახნული უნდა იყოს ყველაფერი, გადახნული იყოს, დაუხნავი ადგილებიც კი გადახნული იყოს უნდა. და უნდა მიდიოდეს მშენებლობები უნდა მიდიოდეს პირველად, რაც აუცილებელი არის, პირველი რომ აი შესანახი რა ქვია ადგილები უნდა იყოს, ესე იგი, რას ეძახიან? საწყობები, რომ აი ეს პროდუქტი და საწყობება მოხდარიყო მე შემოდგომაზე. აუცილებელი იყო საქართველოში რომ უნდა აშენებულიყო რამოდენიმე წისქვით კომბინატი, რომელიც დაანგრიეს და გაანადგურეს, რომელიც იმ მოყვანილ ხორბალს, რომელსაც მოიყვანდნენ ჩვენი მეწარმეები, რომელიც უნდა დახნული ყოფილიყო. აი უზარმაზარი ველები არის დაუხნავი. იმ უზარმაზარ ველებზე უნდა ეს ხორბალი დაწყებულიყო მათი მოყვანა. ეს ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ. სადაც მისვდებოდნენ, იმიტომ რომ აქ ყველგან ვერ დახნავ, იმიტომ რომ იქ სარწყავის საშუალებები არ არის. ბევრი ისეთი ადგილი არის, რომელსაც უბრალოდ სანამდე არ გაიყვან საწყას საშუალებებს, მანამდე მისი დამუშავებას აზრი არ აქვს. მაგრამ ამაზე კაცშვილი ხმას არიღებს, ყველა დუმს პარლამენტში გამოდიან და მხოლოდ ნაცებზე ლაპარაკობენ. და ლაპარაკობენ იმაზე, ევროპაში შევალთ თუ არა. და იმაზე, რაც მე პირადად და ჩემნაირ ადამიანებს და ხალხს საქართველოში აინტერესებს, ამაზე არავინ არ ლაპარაკობს. იმიტომ რომ ამაზე ზემოდან დაკვეთილი არ არის, ეთყობა ვიღაცა, მათი პატრონები ამაზე უნებიან, რომ ეს თქვენ არ უნდა გააკეთოთ, პირიქით უნდა გაანადგუროთ. მიდის განადგურება. ეხლა კიდე მინდა ვთქვა ერთი რაღაცა, ჩემო მეგობრებო, რომ დღეს ხდება ძალიან ცუდი რაღაცა საქართველოში. ყველაფერმა დაკარგა უკვე ფასი. კერძო მესაკუთრე ადამიანი აბსოლუტურად არაფერში დაზღვეული აღარ არის. მას როგორ ჩამოართმევენ და რანაირად ჩამოართმევენ თავიანთ კერძო საკუთრებას, მორჩენილია ლაპარაკი, მოინდომებს სახელმწიფო, ანუ ვიღაცა ჩინოვნიკი, ვიღაცას რო ეს საჩუქრად გადასცეს, იმას ეგრევე ჩამოართმევენ. და პირდაპირ ამის გამართლება არის, რომ სახელმწიფოს ეს ჭირდება. დღეს რაც ხდება, თქვენ კარგად იცით, აგერ ალბათ უნდა თუბანში, უნდა ჩამოართვან 10 ოჯახს, როგორც არის ლაპარაკი და მე გავიგე, რომ მეტი ოჯახი ყოფილა იქ ჩაწერილი და მიზერულ გადასახადს აძლევენ, რომლითაც ისინი სახსას კი ვერ იყიდიან. და ეს ხალხი არიან წინააღმდეგები ამის. არ უნდათ გამოსვლენ, მაგრამ აგე ქლივიშვილი რო ყავს ეგერ ჩვენი ერთ-ერთი ლიდერი იმას თურმე მოუწერია ხელი ექსპროპრიაციაზე, რომ სახელმწიფო ჩამოართვას ამ ადამიანებს თავიანთი ქონება. ნუ არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ გავაჟღერე, რომ ესეთი რაღაცა ხდება საქართველოში. და ამაზე ყველა ჩვენთაგანმა უნდა ავიმაღლოთ ხმა, თორე ხვალ ჩვენს მოგვადგებიან. მომდგრები თუ არ არიან კიდე. ეს მინდოდა გამეხმაურებინა და კიდე მაქვს ერთი აუცილებლად სათქმელი, იმიტომ რომ დღესდღეობით რაც კი წმინდა იყო, საქართველოში ყველაფერი შეეხება. მე არ ვიცი, მე ჩემზე უკეთესად ბევრმა შეიძლება არ იცნობდეს და არ იცოდეს რობერტ წურუას შემოქმედებას, იმიტომ რომ პატარა ბავშვი ვიყავი, სულ პატარა ბავშვი ვიყავი, როცა ჩემ მშობლებს დავყავდი თეატრში და ნანახი მაქვს ძალიან ბევრი მისი შემოქმედება, მისი საოცარი სპექტაკლები, რასაც კავკასიური სარცისტრე გვერგა რიჩარდი და კიდე ბევრი სხვა, რომელშიც უდიდესი მსახიობები თამაშობდნენ და რა ვიცი, რამოდენიმე ჯერ ვარ ნამყოფი და კაცვიხვიდი მე ამ ადამიანის წინააღმდეგ, მაგრამ ეხლა რაც მოხდა, მე ამაზე უბრალოდ ვერ დავმალავ ჩემ აღშფოთებას, ნუ არა მარტო აღშფოთებას, უბრალოდ ჩემთვის ეს იყო ძალიან დიდი ტკივილი. მე გავიგე თურმე როგორ შეიძლება ადამიანმა ის სიწმინდე შებღალო, როგორც შებღალეს. დავინახე ის, რაც მოხდა, ჩემთვის ეს იყო წარმოუდგენელი, იმიტომ რომ ჩვენ ბავშვები აი მე მახსოვს რა, სულ პატარა ბავშვი რო ვიყავი, ვეფხისტყაოსანს მაგალითად მზითებში ესე იძახდნენ, მზითებში ატანდნენ ხოლმე პატარცალს. ეს იყო ჩვენი ბიბლია, ქართული ბიბლია, რომელსაც მაშინ არ იყო ბიბლიის გატანება, კომუნისტური პერიოდი იყო და ვეფხისტყაოსანმა დაიჭირა ბიბლიის ადგილი. და ჩემი პირადად ჩემ ოჯახში ჩემი დაიკო რო გათხოვდა, მამაჩემმა 2 ვეფხისტყაოსნის წიგნი გაატანა.
სახლიდან. ეს იყო სიწმინდე, ეს იყო ის, რაც ჩვენ 12 საუკუნიდან დღევანდელ დღემდე შემოვინახეთ. შემოვინახეთ და იმ სიტყვებს, იმ აფორიზმებს, იმ ანდაზებივით არის უკვე რომ იმდეს ცხოვრებაში ისევ ხმარობდით, რომ ჩვენ ამას ჩვენ შვილებს ველაპარაკებოდით და ისინიც ბედნიერები იყვნენ. ისინი სვანაირი თვალით უყურებდნენ ამას. დღეს მოხდა ის, რაც მოხდა. მე არ ვიცი. მე ახლა უბრალოდ არ მაქვს დიდი დროც რომ ამაზე ბევრი ვილაპარაკო და ერთს ვიტყვი. ყველამ, ვინც აი ეს გააკეთა, ქართულ საზოგადოებას უნდა მოუხადოს ბოდიში. და მე სახელმწიფოს მიმართავ კიდევ ერთხელ უზარმაზარი თანხები დაიხარჯა ამაზე. უზარმაზარი, არ ვიცი, ლაპარაკობენ 800,000-ზე, მაგრამ გავიგე დღეს რომ 800,000 მარტო განათებაზე დახარჯულაო. უზარმაზარი თანხები დაიხარჯა, რომელსაც არ აკონტროლებენ კი არა, ეს იყო ეთყობა დაკვეთა სპეციალური, რომ ის წმინდა რაც იყო ჩვენთვის ერთ-ერთი საუნჯე და სანუკვარი, ისიც კი გაენადგურებინათ. აი მე ესე მინდოდა ვთქვა და დავამთავრებ ახლა ამ ჩემს სიტყვას, იმიტომ რომ ბატონი ვაჟაც აგერ არის და ისიც ჩემზე მეტად უკეთესად ილაპარაკებს. ნამდვილად საერთოდ ზნეობა ეს დეფიციტი ყოველ ეპოქაში ქონდა ქართველებს 18 წლამდე ხო გასაბჭოების პერიოდშიც თითქოს გვეგონა რომ ვეფხისტყაოსანზე და სახარებაზე ვიყავით გაზრდილები, მაგრამ აი ეს ველური ურდო მაინც გამოეყო. ალბათ არ ვიცი რა შეიძლება დავარქვა ამას ლიბერალური აზროვნების ადამიანები, რომლებიც ათეისტები იყვნენ და აქედან გამომდინარე მე ყველა საეზღრობას ჩადიოდნენ ჩვენი ეკლესიის მიმართ, კულტურის მიმართ და ჩვენი სასიქადულო მამულიშვილების სისხლიც მე მაგათხელებზეა ხომ ჩვენ ხო ვიცით და პრაქტიკულად ინტელიგენციის ნაწილი ყოველთვის იყო ლიბერალური, ათეისტური და ამპარტანულად მომზირალი ეროვნული ყოველგვარი ეროვნული ინსტიტუტის მიმართ ცხვირაბზოებული, ასე ვთქვათ, რაღაც ეთალკილებოდათ და ცხვენოდათ ყოველთვის ჩვენი ენისა, ლიტერატურისა, ისტორიისა, ჩვენი წინაპართა ტრადიციებისა, ქრისტიანობისა ყოველთვის ცხვენოდათ და ცხვენოდათ ყოველთვის. ზოგს დღესაც ცხვენია საჯაროდ პიჯვრის გადაწერა და მკრეხელობად მიაჩნია, თურმე რომ ადამიანი საზოგადოებრივ ტრანსპორტში რო პიჯვარს გადაიწერს, ტაძარს ჩაულის ეს ყველა ქრისტიანის ვალია პიჯვრის გადაწერა, როდესაც ტაძარს დაინახავ ტაძარს ჩაული. ზოგისთვის ეს მკრეხელობაა და სირცხვილია და საერთოდ ყველაფერი ეროვნული გამოვლენება მკრეხელობაა. ამიტომ რა ცდილობენ ახლა ისინი ცდილობენ რომ ვეფხისტყაოსანის გმირები წარმოაჩინონ უკვე რაღაცნაირად ჯერ ადგილას დახატონ, მერე წარმოაჩინონ, ესე იგი მურუშებად, ამორალებად, რომ ამით თვითონ შოთა რუსთაველს მიადგეს მერე თქვათ და ჩვენ ეროვნულ ყველა ღირებულებას მიადგეს ჭრტილი და როცა შინაური ამას აკეთებს გარეულს და გარეშეს და არა ქართველს რა უნდა მოსთხოვ, ხო? რა უნდა მოსთხოვ იგივე იმ ჩვენ უახლოესი მეზობლების მიერ ჩადენილ რაღაც კრეხელობებს გინდა ინტერნეტში და გინდა YouTube-ზე რამდენ ცუდ რამეს გაბოროტებულ რამეს ნახავთ იცით აი ამ მეზობელი არაქართველებისგან და შინაური არაქართველებისგან დადებულს ისეთ რამეებს აზიარებენ ხა მე არ დავაკონტროლებ ვინ არიან ესენი ბატონო ვაჟა აი რა სიტყვით რა გვეშველება რამე ბატონო გიორგი მივესალმები ჩვენს მაყურებელს და მსმენელს კიდევ ერთხელ შევახსენებ თქვენს ნებართვით რომ ჩვენ ვართ დიდი ქართველები და დიდი მსოფლიო მოქალაქეები და თავისთავად არაფერი არ გვეშველება ხშირად ვიტყვით ხოლმე რომ აი ღმერთი გვიშველის სულიერი სამყარო გვიშველის მაგრამ გვიშველის მხოლოდ მაშინ თუ ჩვენ რა თქმა უნდა ღვთისადმი ვიქნებით მოწიწებით სიყვარული და თავდაბლობით გამშვალული და არა ისე ცივად განწყობილი როგორც დღეს ფაქტიურად ძალიან ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილია განწყობილი. მე თქვენის კიდევ და კიდევ ნებართვით ისე გავაგრძელებდი ამას სკოლის მაგალითზე და აღსდა განათლების მაგალითზე და რატომ ჩვენ დავიწყეთ წინაზე სკოლას საუბარი ერთ-ერთი ინიციატორი მე ვიყავი თქვენს ჩაერთეთ თუმცა ეს პროცესი ჩვენ დიდი ხანია მთელი 5-6 წელია ამას ვაკეთებთ და არის რაღაც დაეჭება საზოგადოებაში დაეჭება ჩვენს ახლობლებში რომ
თითქოს სულიერ ზრუნვას რაღაც მოხსენებას, განხილვას, ამა თუ მსოფლმხედველობის გაზიარებას მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ ჩვენ რა კი მორწმუნე ხალხი ვართ და ასევე მეცნიერებაშიც მეტნაკლებად გარკვეული ხალხი კარგად უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ არათუ სერიოზული დამოკიდებულება, მოხსენებით დამოკიდებულება იქ თუ განხილვით დამოკიდებულება, არამედ თითოეული დადებითი სიტყვაც კი სიცოცხლის და ბედნიერების რაღაც მარცვალს ბადებს როგორც საზოგადოებაში, ასევე მთელ სამყაროში. და გავაგრძელოთ ჩვენ ეს გზა, რადგან უფალიც ხედავს, რომ ჩვენ ვართ მართალი, უფლისა და ერის წინაშე. მაგრამ უნდა გავაგრძელოთ ცოტა მეტი აქტიური დამოკიდებულებით და რატომ? სანამ შეგვიძლია, რა თქმა უნდა, მე ალბათ სხვაებიც თავისი კუთხით, თავისი სამოღვაწეო ასპარეზიდან რაღაცას თავით ნაბიჯებს დგავენ და ალბათ მე როდესაც შეიკრება ეს სიყვარულის დამოკიდებულება კაცობრიობისადმი, ერისადმი, ადამიანისადმი და ეს ბოროტება, ეს მიწიერი ფასეულობები, რომელიც დღეს ზეიმობს დედამიწაზე და ადამიანს არავითარი ფასი არ გააჩნია, საზოგადოებას არაფერი ფასი არ გააჩნია, ხალხებს, ერებს, სახელმწიფოებს თავისაც რა მოუნდება და როგორც მოუნდება, ისე შებრალავს მის ღირსებას, შებრალავს მის სიცოცხლეს, რა თქმა უნდა, ეს დროთა განმავლობაში ალბათ აღიკვეთება უფლისა და ნათელი კაცობრიობის მიერ. ეხლა კონკრეტულად მოგახსენეთ მე ამ ჩემს დამოკიდებულებას. რა ვაღიარებთ, რომ თითოეული სიტყვა და აზრიც ეს არის სიცოცხლის წყარო. მე გაგახსენებთ ამის დამადასტურებელ მაგალითებს, მაგალითად ანტიკური ისტორიიდან ათენის საბერძნეთი და სპარტის საბერძნეთი. ათენში მუშაობდა ჰარმონიული განვითარების აღზრდა და ჩვენ მივიღეთ ის აუცარი ბერძნული ჰარმონიული განვითარება, ხოლო სპარტაში უფრო სამხედრო განვითარება. და ჩვენს საზოგადოებასაც და მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ ამ ორი პატარა მაგალითით შეუძლია დაინახოს, რომ თუ ის იზრუნებს თავის მომავალზე მიზანმიმართულად, იზრუნებს სიყვარულით და ღრმა გააზრებით, თუ ჰარმონიული დამოკიდებულება დაიბადება ათენივით ჰარმონიული საზოგადოება, ხოლო თუ ენდომება სამხედრო ოლიგარქიული საზოგადოება, დაიბადება სპარტული საზოგადოება და ამისი არაერთი მაგალითი ყოფილა მსოფლიოში და ჩვენ მე ისევ შევახსენებ ჩვენს თავსაც, საზოგადოებასაც და იმ ხალხსაც, რომელსაც ხანდახან იმედი გადაგვეწურება ხოლმე, რომ არ დაიბადება სიკეთე, დაიბადება, დაიბადება, როცა ჩვენ მასზე ღრმად და დიდი გულის ტკივილით ვიზრუნებთ და ვიღვაწებთ. ეხლა რაც შეეხება ჩვენი შედეგი, რომ დაჩქარდეს და ჩვენ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან, მე აგერ ჩვენს მეგობრებთან ერთად კიდევ ერთხელ გაგახსენებთ, რომ ჩვენ შემოვიტანეთ ღვთის სამართალის ცნება და ამას თითქმის ყველა გადაცემაში გაგახსენებთ, რომ კაცობრიობა მაინც მიდის რაღაც სამოქალაქო სამართლის დამოკიდებულებით და ავიწყდება, რომ იგივე თითოეული აზრი ბოროტი იქნება თუ კეთილი, მის არ მარტო სულიერებაში თითო რუსთაველიც გვეუბნება გავიხსენოთ, რომ ავნებს სულსა, მე ხორცსა. ანუ ჩვენი უგზნეო ბოროტი, მანკიერი დამოკიდებულება თუ აზრი ჯერ სულში აისახება და მე გადმოდის ხორცში. იგივე ხდება საზოგადოებაში. მაგრამ კონკრეტულად ახლა ჩვენ შემთხვევაში რა ხდება? ჩვენ შემთხვევაში ჩვენ წინაზე განგაშის არების შემოვკარეთ, რომ ქართული სკოლა, ანუ ჩვენი მომავალი არის კატასტროფულ მდგომარეობაში. და აქ მე მოდელს შემოგთავაზებთ, რომ ჩვენი მომავალი არის რა, ოჯახი, სკოლა, შემდგომ უმაღლესი განათლება და მე უკვე თავისუფალი სამოღვაწეო საზოგადოება, სადაც იბადება, რა თქმა უნდა, საქართველოს ესე თუ ის მიმართულება. ოჯახები არის
არა მარტო განათლება კატასტროფულ მდგომარეობაში, არამედ ოჯახების დამოკიდებულებაც განათლებისადმი არის ძალიან კატასტროფული. რაში გამოიხატება ეს? ბავშვი მაგალითად მოდის სკოლაში და ბავშვს არ აქვს სახელმძღვანელო, არ აქვს რვეული, არ აქვს კალამი და შემოვა ის გაკვეთილზე და როდესაც მასწავლებელი თხოვს რომ საჭირო ინვენტარი ამოიღოს, ბავშვი აცხადებს რომ მას ეს დაავიწყდა, ის დაავიწყდა. აქ საუბარი არ არის იმ მასალის მომზადებაზე, რომელიც ბავშვმა უნდა იცოდეს. რა ქნას ახლა სკოლამ ან კონკრეტულად პედაგოგმა ვერ წავა რა თქმა უნდა თითოეულ მოსავლესთან სახლში და ვერ მოამზადებს თითოეულ ბავშვს მეორე დღის სკოლისათვის. ანუ მშობლებს რატომღაც გარკვეულად გაუცივდათ, ეს მიზეზი შეიძლება სხვაგვარი იყოს ობიექტურიც, იყოს სუბიექტურიც, მაგრამ გაუცივდათ დამოკიდებულება და მთელი პასუხისგებლობა გადმოაქვთ სკოლაზე. მაგალითად, მე მყავდა ერთი მოსწავლე, რომელიც ძალიან ემოციური ახალგაზრდა იყო, ახლა არ გამომივიდეს მისი დაკონკრეტება, რომელიც ერთ-ერთ მასწავლებელს წამოუხდა შუა გაკვეთილში და პირდაპირ განუცხადა, რომ ჩემ მშობლებსაც და მეცო უკაცრავად და ფეხებზე მკიდია სკოლას და თქვენი საგანეცო. როცა ბუდიშის ოჯახიდან ასე დამოკიდებულება მოდის სკოლისადმი, საგნისადმი, მითხარით ახლა რა შეიძლება დაიბადოს. აქ არის მეორე მომენტიც, რომ რა თქმა უნდა ეს მხოლოდ ოჯახის ბრალი არ არის. ახლა ჩვენ გვახსოვს, რომ მასწავლებლები შევარაძის ეპოქიდან მოყოლებული დღემდე სოციალურად დაუცველ საზოგადოებას მიეკუთვნებოდნენ და სულ რაღაც ახლა ერთი წელია რაც ოდნავ მოუმატეს მათ ხელფასი, მაგრამ ფასებიც რა თქმა უნდა ფანტასტიკურად გაიზარდა. ბავშვისთვის მასწავლებელი არ არის არც სოციალურად ავტორიტეტი და არც განათლებისა და მეცნიერული მიღწევებით ავტორიტეტი. რა ქნას მასწავლებელმა? როცა ბავშვს ესეთი განწყობა აქვს. ახლა მე წინათ მოგახსენეთ, რომ ვერც დირექციას, ვერც სამინისტროს ალბათ ამას გარკვეულად მეტაკლებად ვერ დავაბრალებთ და რა კუთხით? იმიტომ რომ ასეთი ღრმა საკითხი არ წყდება არც რა თქმა უნდა დაბალ დონეზე, დირექციის დონეზე და არ წყდება არც სამინისტროს დონეზე. როცა ქვეყანაში განათლება არის თითქმის უკანასკნელ დონეზე, მასწავლებლების ხელფასი არის უდაბლესი, რომ მასწავლებლებს ელემენტარული პირობები არ შეეძლო აქამდე დაეკმაყოფილება, ელემენტარული საყოფაცხოვრო პირობები არ შეეძლო დაეკმაყოფილება. ებინა, როგორ უნდა შეხედოს ბავშვმა სერიოზულად და ერთ-ერთი ცნობილი მეცნიერმა, რომელიც სკოლის დირექტორი იყო, ერთ-ერთ თბილისის სკოლაში განაცხადა, რომ ალბათ მე რამდენიმე გზის მაქვს ჩატარებული გამოკვლევაო და ბავშვების მიკითხია, რომ გამოკითხვა ჩამიტარებია და მიკითხია ხშირად, რომ თუ იმეს გაქვთ სურვილი რომ იყოთ პედაგოგიო და არც ერთ გამოკვლევაში, არც ერთ ბავშვს პედაგოგობა არ აურჩევია. ანუ ჩვენ მოსპეთ განათლების სისტემა, მოსპეთ პედაგოგი, როგორც ღირსეული კი არა, უღირსეულესი წევრი საზოგადოების და მე წეგანაც მოგახსენეთ საბერძნეთიც, სპარტაც და თანამედროვე სხვა სამრეწველო თუ სამეცნიერო გიგანტები ეს შექმნეს მასწავლებლებმა და თუ ცოტა უფრო ღრმად წავალ და ცოტა უფრო გავისიგრძიგანებთ ამ პრობლემას, დავინახავთ, რომ სულიერებიდან გამომდინარე უფალი ეს გახლდათ სწორედ მასწავლებელი და მისი მოსწავლეები, მოციქულები, როცა მას თან დაყვებოდნენ, პირდაპირ ეძახდნენ ხოლმე მასწავლებელო, რაბი, ანუ მასწავლებელო. ანუ ეს ჩემი აზრით და არა მარტო ჩემი აზრით, ბევრი ღირსეული ადამიანის, ჩემზე 1000 ღირსეული ადამიანის აზრით არის შეგნებული დამოკიდებულება, რომ ქვეყნის მოკლა თუ გინდა, ის კვდება არა ეკონომიურად, არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, არამედ ჯერ სულიერად უნდა მოკლა. და ამიტომაც მიდიოდა და მიდის ქართული ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა და ასევე ჩვენი ცოდნის ტაძრის, ანუ განათლების მიმართაც აგრესია. ხლა იმის განცხადება, რომ ჩვენ არ ყავს მაღალ პროფესიონალი მასწავლებლები, აურაცხელი მასწავლებელი ყავს, 9000 მასწავლებელია, წამყვანი მასწავლებელი იქნება თუ მენტორი, სხვა წოდებები გააჩნიათ.
თუ იმ მასალებს წოდებას რომ ანიჭებდნენ არ არიან ღირსები, მაშინ შეუცვალონ, მაგრამ ნამდვილად არიან ალბათ რაღაც გარკვეულად ღირსეული ადამიანები, რაგი მათ ეს წოდებები მიანიჭეს, მაგრამ მათ არ ეძლებათ საშუალო, მე წინაც მოგახსენეთ, როდესაც მასწავლებელი იწყებს ბავშვისადმი ობიექტურ დამოკიდებულებას, ხდება მასწავლებელი უკვე აგრესიის მსხვერპლი. ანუ ჩვენ შეგნებულად გავანადგურეთ და მხარს უჭერთ და მშობლებს ეს აწყობთ. თუმცა აწყობთ ემოციის დონეზე, თორე ღრმად თუ დაუფიქრდებიან, რეალურად მათ არ აწყობთ, რადგან მათი შვილები ნადგურდება, მარტო ჩვენი თავი ხო არ ნადგურდება, მასწავლებლები ფიზიკურად, ფსიქიკურად ნადგურდებიან და მასწავლებლების ოჯახებიც, მაგრამ ქვეყნის მომავალი კვდება. შეიძლება განათლებისა და ღრმა მეცნიერული მიღწევების გარეშე რაიმე წარმატებას მიაღწიოს ვერავინ. და კიდევ ერთი დრო უკვე ფაქტიურად გავიდა, ფასეულობები. არ არსებობს სკოლაში ნორმალური სახელმძღვანელო, თუნდაც მე ხლა რა ჰუმანიტარული დარგის წარმომადგენელი ვარ, ისტორიკოსი ვარ. და საზოგადო ეცოდნე, არ არსებობს სახელმძღვანელო, რომელიც ბავშვმა წაიკითხოს და მადლობა გაუგზავნოს მის ავტორს. ან მასწავლებელმა წაიკითხოს და მადლობა განაცხადოს, რომ სერიოზული სახელმძღვანელო 30 წლის განმავლობაში ჩვენ ვერ შევქმნით ჰუმანიტარულ დარგში ისეთი სახელმძღვანელოები, რომელიც ბავშვის განვითარებას და მის მომავალს ღრმად ეხმიანება და ღრმად წაუძღვება მის წარმატებებს. და კიდევ ერთი ბოდიშს მოვიხდი, ბოდიშს მოხდით ერთ რამეს განვაცხადებ, რომელიც ჩვენ ხშირად უნდა ხაზი გავუსვათ. რადგანაც ბოლო ხანებში ძალიან ეს განათლებასთან არის დაკავშირებული, განაცხადეს, რომ აი ჩვენ რუსეთთან ასეთი ურთიერთობა არ გვაწყობს, ისეთი ურთიერთობა არ გვაწყობს. მაგრამ მე გაგახსენებ დიდი ომიანობას კოლხეთში, როდესაც ორი არჩევანი იყო. ან სპარსეთისკენ უნდა წასულიყო ხალხი, რაგი გუბაზ მეფემ უკლეს ბიზანტიელებმა, უნდა წასულიყო ბიზანტიისკენ. მაგრამ ქართველებმა აარჩიეს სწორედ ბიზანტია და პირდაპირ განაცხადეს. ჯერ კიდევ მე-6 საუკუნეში ქართველებმა ჩვენ უნდა წავიდეთ ბიზანტიისკენ, იმიტომ რომ ის არის ქრისტიანული სამყარო და თუ დღეს რაღაც მატერიალურ სიკეთეს გვაძლევს სპარსეთი ხვალ და ზეგ ჩვენ ის დაგვიპროს, გაგვანადგურებს და აი ეს განათლების სფეროში უნდა აისახოს, ეს უნდა აისახოს ჩვენს დამოკიდებულებაშიც ყველა დონეზე, როგორც პოლიტიკურ დონეზე, ასევე საზოგადოებრივ დონეზე. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ ვართ ქართული მართლმადიდებლური ცივილიზაციის წევრები და აქედან გამომდინარე უნდა ვიზრუნოთ ყველა დონეზე და გქონდეს ამ სამყაროსთან პირველ რიგში ურთიერთობა და რა თქმა უნდა დარჩენ მე სხვა სამყაროებთან. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და ყველას გისურვებთ დიად საქართველოზე ზრუნვას და ოცნებას და ასევე დიად მსოფლიოზე. მადლობთ. მეგობრებო, ნამდვილად კიდევ ერთხელ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე შვიდოურში ვიმყოფებით, ქრისტე აღსდგა, მრავალს დაესწროს ჩვენი ოჯახები. ძალიან ემოციურად დატვირთული პერიოდი იყო ეს, უწმინდესის გარდაცვალება, მთელი ეს პროცესები, რაც ჩვენ თავზე გადავიდა. მაგრამ ერთი დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენმა ახალგაზრდებამ მოიხედა სწორედ უწმინდესის გაცილებაზე იყო უამრავი ხალხი, უამრავი ახალგაზრდა და მოდი ვუსურვოთ ჩვენ ახალგაზრდობას, რომ აი ესე გააგრძელოს. აი ეს შემართება გადაიზარდოს ეკლესიურ ცხოვრებაში, ლოცვაში, აღსარებაზე, სიარულში, ზიარების მიღებაში, ლიტურგიაზე დგომაში. აი მე ჩემ ახალგაზრდებს მოვუწოდებ, რომ მთავარი არის ლიტურგიაზე დგომა, ლიტურგიაზე დასწრება, ჩართულობა ლიტურგიაში. აი ეს გაახარებდა ჩვენ უწმინდეს და ეს უხაროდა უწმინდეს და ეს იყო სწორედ მისი მისია ქართველი ერის მიმართ და ჩვენი ახალგაზრდობა თუ შემოტრიალდება, თუ ესე იგი ეს ენთუზიაზმი არ გაუცივდება, ეს ჩვენთვის, მამებისთვის არის ძალიან დიდი სასიხარულო და ერთობა საოცნებო რამ. ჩვენ მოსახლეობას ვუსურვებ ყველაფერს სიკეთეს, ოპტიმისტურად ყოფას, დიდ სიყვარულს ოჯახებში, დიდ სიყვარულს ირგვლივ ქრისტიანულ ცხოვრებას და რა ვიცი, გამარჯვებას. საქართველოს ევლოს გამარჯვებით. ამინ.